უნგრეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რასაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა. მტკიცედ იყო დადასტურებული უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის მათი გამოცდილება ამ გზაზე, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მათ მიერ განვლილი გზა და გამოცდილება, რომელიც უკვე აქვთ ევროინტეგრაციასთან მიმართებით, გაზიარებული იყოს, გამოყენებული იყოს ჩვენ მხრიდან მაქსიმალურად, აგრეთვე ხაზგასმული იყო დარგობრივი თანამშრომლობების გაღრმავება და რა თქმა უნდა საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის გამოყენება ევროკავშირის ბაზარზე. ჯამში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, კიდევ ერთხელ განვიხილეთ მნიშვნელობა და თავისთავად ცხადია აღვიქვეს მტკიცე მხარდაჭერა როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, აგრეთვე ევროინტეგრაციის gzაზე. Nagyon örülök, hogy találkozhattam georgiai kollégámmal, és végigbeszélhettük az európai integrációs folyamatnak a módjait. Örülök, hogy tudtunk beszélni az erdészeteknek a szerepéről, a vadászat szerepéről, az öntözésnek a kérdéséről, és nagyon örülök annak, hogy kollégám nagyon érdeklődött a hungarikumok lehetőségéről. So we just finished the meeting with the Georgian minister. That was a great and excellent conversation regarding the waste management, circular economy, water issues. So we had the opportunity to really fund very joint topics, and we really appreciate to share our experience within the European Union and committed ourselves again to greatly support the joining process to the European Union by Georgia. დასრულდა ბატონ დავით სონღულაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში, სადაც შეხვედრები გაიმართა მის კოლეგებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ასევე ენერგეტიკის მინისტრთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა უწყებებს შორის და ასევე კიდევ ერთხელ უნგრულმა მხარემ დაადასტურა მათი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრების მსვლელობისას განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომელზეც გააგრძელდება მუშაობა უწყებებს შორის და ასევე შესაძლებლობა იმისა, რომ უნგრელი ექსპერტები იყვნენ ჩართული ამ კონკრეტულ პროექტებში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰარმონიზაციას ევროპულ ბაზართან მიმართებაში.